ლიზა რამდენიმე წუთის წინ შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი სიორიძემ კოლეგებთან ერთად საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც ეხება საარჩევნო ხმების უფლების წართმევას ემიგრანტებისთვის, იმ კანონს, რომელიც გასულ წლის 29 დეკემბერს მიიღო საქართველოს პარლამენტმა, სულ ცოტა ხნის წინ დარეგისტრირდა ეს სარჩელი, უფრო მეც თუ რა ხდება ამ სარჩელში და რას ითხოვენ. საგანგებო ბრიფინგზე იტყვიან ლელოს წარმომადგენლები, რომლებსაც ახლა ჩვენ მაყურებელს პირდაპირ ეთერში შევთავაზებთ. გიორგი, პირდაპირ ეთერში ვართ, სარჩელი უკვე შეტანილია, უფრო კონკრეტულად რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს, რას ითხოვთ ამ სარჩელით და რატომ ფიქრობთ, რომ ეს არის არაკონსტიტუციური? მოგესალმებით, კოალიცია ძლიერი საქართველო ლელო იწყებს სამართლებრივ ბრძოლას ჩვენი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე, იქ სადაც რეჟიმს არ ჰქონდა შესაძლებლობა საარჩევნო манипуляციების, კარუსელის დატრიალების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩევლების დაშინების და მათზე ზეწოლის, ქართული ოცნება 13%-ით იყო წარმოდგენილი, მან განიცადა სრული კრახი და დამარცხდა. ამის პასუხად ქართულმა ოცნებამ ჩვენს ემიგრანტებს ასობით 1000 ჩვენს თანამემამულეს პრაქტიკულად წაართვა საარჩევნო ხმის უფლება. საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები უკვე აღარ გაიხსნება. განსაკუთრებით ცინიკური იყო მათი პასუხი და გზავნილი ჩვენი ემიგრანტებისადმი, რომ ჩვენ არ ვართმევთო მათ საარჩევნო უფლებას და არჩევნების დღეს ყველას შეუძლია ჩამოვიდესო, რამდენად არარეალური არის ეს ყველაფერი საზოგადოებას კარგად მოეხსენება, იმიტომ რომ ადრე პრობლემა იყო სწორედ არასაკმარისი, არასათანადო რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა საზღვარგარეთ. ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით წლების განმავლობაში, რომ მეტი ადამიანი ყოფილიყო საზღვარგარეთ ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ის ადამიანები, რომლებსაც შეაქვთ უზარმაზარი წვლილი ეკონომიკურ ცხოვრებაში, რომ ყოფილიყვნენ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც და პოლიტიკური ნების ფორმირებაში ჩართულები. ამიტომაც ქართულმა ოცნებამ რეალურად წაართვა მათ საარჩევნო უფლება და მე მინდა ჩვენი კოალიციის სახელით მივმართო ჩვენს ემიგრანტებს. შემოგვიერთდით, ერთად დავიწყოთ ბრძოლა. კოალიცია ძლიერმა საქართველო ლელომ თვეების განმავლობაში იმუშავა კონსტიტუციურ სარჩელზე, მოაბზადა ბრწყინვალე სამართლებრივი დასაბუთება, იმიტომ რომ ეს რეგულაციის ცვლილება არ არის მხოლოდ, ეს არის ანტიკონსტიტუციური აქტი, ეს სარჩელი გამოქვეყნდება და თითოეულ ემიგრანტს ექნება შესაძლებლობა ფორმალურად გახდეს ამ სასარჩელო მოთხოვნის მონაწილე, გახდეს მხარე, იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენი კოალიციის კვალიფიციური იურისტები გაუწევენ მათ სამართლებრივ წარმომადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოში. რომ დავაკონკრეტოთ ბატონო გიორგი, თქვენ სთავაზობთ ემიგრანტებს, რომ შემოგიერთდნენ და მათი სახელითაც შეიტანთ სარჩელს მოამზადებინებ? დიახ, სარჩელის ტექსტი და სამართლებრივი დასაბუთება, არგუმენტაცია ბუნებრივია იქნება იგივე, ტექნიკურად არის შესაძლებელი რომ შევიდეს სხვადასხვა სარჩელი ერთი და იმავე შინაარსით, ეს რა თქმა უნდა გაერთიანდება, ექნება საერთო სამართლებრივი წარმომადგენლობა, რომელსაც პირადად მეც გაუწევ თითოეულ ემიგრანტს ამ სასამართლოში. რაც შეეხება მოლოდინებს, ბუნებრივია ჩვენ სასამართლოსი და არც საკონსტიტუციო სასამართლოში, მათ შორის არა მხოლოდ მურუსიძე, ჩინჩალაძის სასამართლოში კონკრეტული მოლოდინები არ გვაქვს, თუმცა პოლიტიკური პარტიის ბრძოლა გულისხმობს ბრძოლას ყველა ველზე. გულისხმობს, რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობას, გულისხმობს ინსტიტუციურ ბრძოლას სასამართლოში, გულისხმობს მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობას, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციას. ეს ყველაფერი ემსახურება, რა თქმა უნდა, ერთ მთავარ მიზანს ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავისი ხმა და გადაწყვიტოს ამ ქვეყნის ბედი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვებრძვით რეჟიმს და რეჟიმი ცდილობს, რომ მოქალაქეებს შეუზღუდოს წაართვას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ამიტომაც ჩვენ ვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის მეთოდსაც, რაც გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოში ამ წარმოუდგენელი აქტის არაკონსტიტუციურობაზე დავას.
მე მათ ერთი კითხვა გიორგი ბარამიძე იაგო ხუჩიასთან განაცხადა, რომ აფხაზეთის ომში ქართული მორგოლები. აი ეს იყო ბრიფინგი, რომელსაც პირდაპირ ეთერში ისმენდა ჩვენი მაყურებელი გიორგი სიორძემ განმარტა ის დეტალები, რომლებიც საკონცერტო სარჩელშია მითითებული. მან ასევე შესთავაზა ემიგრანტებს, რომ თუ კი ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას და დაიწყებენ საკონცერტო დავა საკუთარი საკონცერტო უფლებების დასაცავად, მზად არის ლელოს იურისტების გუნდი, რომ სარჩელის მომზადებაში დაეხმარონ. მე შეგახსენებთ, რომ საუბარია გასული წლის 29 დეკემბერს მიღებულ კანონზე, საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებაზე, რითაც საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გააუქმეს და ასობით ათას მოქალაქეს შეჩერებული აქვს და არ ეძლევა საშუალება, რომ მისცეს ხმა და როგორც სიორიძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ გამომდინარე მიიღო იქიდან, რომ საზღვარგარეთ უბნებზე მათი კონტროლი ვერ ხდებოდა და ბოლო არჩევნებს თუ გავითვალისწინებთ, სწორედ საზღვარგარეთ თითქმის ყველგან წააგო ქართულმა ოცნებამ და სწორედ ამის შემდეგ შევიდა ეს ცვლილება კანონში, რომელიც როგორც გითხარით და ისმენდით, დღეს პარტია ლელო ძლიერმა საქართველოს საკონცერტო სასამართლოში გაასაჩივრა.